ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის კენჭისყრის პროცესში ჩართვას კატეგორიულად გამორიცხავს. არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან გირჩი და გახარია საქართველოსთვის. ლელოს ლიდერი კი მზადყოფნას გამოთქვამს ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად. თუ საჭიროა ახალი ნომრით საერთო სიით ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არაფერს ცვლის მართველი გუნდისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს. ლელო ძლიერი საქართველოს მთავარი მოტივი არის ბრძოლა ყველა ფრონტზე, ბრძოლის გაგრძელება, ყველა სამართლიანი და კანონიერი მეთოდით ბრძოლა აქციებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ საუბრობთ ერთიანობაზე, ერთიან ბრძოლის შესაძლებლობაზე და ვნახოთ მეტი თქმა ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კონსულტაციებთან ან სხვა თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მკითხეთ ამასთან დაკავშირებით, მეც ვერაფერს ვერ დავაყენებ. მე მქონდა მამუკასთანაც საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ და ძალიან მინდა რომ მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება. თქვენ ჩემი აზრი იცით, რომ ამ არჩევნები არ ქვია, იმიტომ რომ ეს არის გარემოებები, რომლებიც ფაქტობრივად შლის არჩევნებს როგორც სისტემას, ასე ვთქვათ, ქვეყანაში, რაც ახლა ხდება და როგორც გააუარესეს კიდევ უფრო კანონმდებლობა გასული წლის მიტაცებული არჩევნების შემდგომ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად დავსხდეთ და ყველამ ერთად ვიმუშაოთ. ზოგადად ჩვენ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ვიყავით და ვართ და ეს არჩევნებამდეც ასე იყო. და 26 ოქტომბრამდე მიგვაჩნდა, რომ საარჩევნო ნომრების, ფერების, ამ ბანერების, პარტიული იდენტობების დრო რო დამთავრებული იყო, ეს მიგვაჩნდა 26 ოქტომბრამდე. კარგია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბატონი მამუკა ხაზარაძე და ლელო ამას მიხვდნენ ახლა მას, მაგრამ ის გეგმა რაც გამოაქვეყნეს, არ ვეთანხმებით, მიგვაჩნია არასწორად და არ პასუხობს იმ გამოწვევებს და არგუმენტაციას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს გეგმა რო პირველ დღეს გამოაქვეყნებინათ, შეიძლება ჩემი დამოკიდებულება სხვანაირი ყოფილიყო. მაგრამ მგონია, რომ საზოგადოების რეაქცია, როდესაც იხილეს და ნახეს ის რისხვა ოპოზიციური ელექტორატში, რომელიც მათ დაიმსახურეს, ახლა გადაწყვიტეს, რომ სახის შენარჩუნების მიზნით ახალი გეგმა გამოაქვეყნოს, სადაც ამბობენ, რომ თავად ლელო არც პარტიული ნომრით და არც მათი რაღაცა საკრებულოსთვის მებრძოლი ადამიანებით არ იქნება წარმოდგენილი. ეს უკვე კარგია. მე მგონია, რომ საერთოდ ლელო მივა იმ დასკვნამდე, რომ ამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, რაც არის ჩვენი მიზანიც. თვითმმართველობაზე ერთიანი კანდიდატით და გუნდით კი არა. იმაზე ვერ შეთანხმდნენ, გირაოს თანხა გადაიხადათ თუ არ გადაიხადათ. რაზე შეთანხმდება ეს ხალხი? ანუ როდის შეთანხმებულან? მოდით მაშინ ასე ვთქვათ. არია ესეთი ისტორიაში, ესეთი ფაქტი, რომ ხა მთლიანად ეს ნაციონალური მოძრაობის ფილიალები შეთანხმებულან რაიმეზე საერთოდ ვერ შეთანხმდებიან და იცით რატო? იმიტომ რომ შიდა კონკურენციაც აქვთ მათ პატრონთან, რომ მათი პატრონი უფრო მეტად აფინანსებს იმას, ვინც აქ რაღაცაში უფრო მეტად თავს გამოიჩენს რადიკალიზმში და ასე შემდგომ. ეს ჩვეულებრივი მათი ბუნება არის და გამომდინარე აქედან რანაირ შეთანხმებაზე ისინი რა თქმა უნდა ვერ წავდნენ. როდესაც ვერ ასრულებ დავალებას, როდესაც გაქვს კონკრეტული დავალება და ამ დავალების ფარგლებში სრულ ფიასკოს განიცდი და ჩამოიშლება ეს ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ტყუილებით ცდილობდი, რომ საზოგადოება შეცდომაში შეგეყვანა, მე ბუნებრივია, რომ ჩდება რაღაც გარკვეული უსკულები და ამ უსკულების გადაფარვას ცდილობენ ახლა რაღაც ერთმანეთთან დაპირისპირებით. სინამდვილეში მაინც ამ ყველაფერს, ამ პოლიტიკურ ურჩხულს ერთი თავი აქვს და ეს ყველაფერი არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. მიუბრუნდეთ რეიტინგებს, მიუბრუნდეთ ქართველი ხალხის განწყობას და ნამდვილად არ გაგვიჭირდება იმის გამოცხობა, რომ 64 მუნიციპალიტეტში ეს რადიკალები ძალიან მწარე მარცხს განიცდიან.